29 დღის განმავლობაში მიმდინარე საპროტესტო აქციებისას ქართველი ხალხის გვერდით დგას პროდასავლური ოპოზიცია. გამონაკლისი არც დღევანდელი დემონსტრაციაა. ჩვენი ჟურნალისტი ნატალი ჯახუტაშვილი შემოგვიერთდება ახლა პირდაპირ ეთერში და გვეტყვის როგორ აპირებს პოლიტიკური სპექტრი პროტესტის პარალელურად ბრძოლის გაგრძელებას ახალი არჩევნების დასანიშნად. რუსაველის გამზირზე გრძელდება პროტესტი, მოქალაქეები დაშლას არ აპირებენ, პირიქით ემატებიან აქ ადამიანები და ისინი თანხმდებიან იმაზე და აცხადებენ, რომ გამოვლენ ქუჩაში იქამდე, ვიდრე მათი მოთხოვნები არ იქნება დაკმაყოფილებული. უპირველეს ყოვლისა ისინი მოითხოვენ პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას და ასევე აცხადებენ, რომ აუცილებელია ახალი არჩევნები დაინიშნოს ქვეყანაში. აქ ახლა საკანონმდებლო ორგანოს წინ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები არიან და მათ შორის აქ არიან პოლიტიკოსები. დავიწყებ სალომე სამადაშვილთან საუბრი, ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერია. ჩვენთან ერთად ჩვენ ვხედავთ 28 დღეა უწყვეტი პროტესტის. ადამიანები ყოველდღიურად გამოდიან ქუჩაში, აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ დღეს დუმილი არის დანაშაული. რას ელოდებით, როგორ განვითარდება პროცესები? კომპრომისზე წავა რეჟიმი? მე მინდა პირველ რიგში ვთქვა, როგორი აღმაფრთოვანებელია ხალხის ეს უწყვეტი ბრძოლა თავისუფლებისთვის და ამ ქვეყნის გადასარჩენად. იმიტომ რომ არა მხოლოდ საქართველოს პოლიტიკურ ისტორიაში, არამედ მსოფლიოშიც კი ჩვენ ვფიქრობ, რომ უკვე ვქნით რაღაცა აბსოლუტურად ახალ პრეცედენტს, მშვიდობიანი დაუღლელი პროტესტის, გრძელი პროტესტის და ჩვენ ვხედავთ, რომ არაფერმა არ იმუშავა, ხო? იმიტომ რომ დაშინებამ, დალეწვამ ხალხის ქუჩებში, ძალადობამ ვერაფერმა ვერ ჩაახშო ხალხის წინააღმდეგობა და ეს წინააღმდეგობა არის ძალიან მრავალფეროვანი. მაგალითად დღეს მე შევუერთდი პირველი საშუალო სკოლა დამთავრებულების მარშს. ხალხი იკრიბება სხვადასხვა სრულიად ფორმატებში და ითხოვს ორ მთავარ რამეს. ერთი ეს არის ყველა უკანონო პატიმრის გათავისუფლება და მეორე ეს არის ახალი არჩევნები. მე ვფიქრობ, რომ განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ამას ემატება ძალიან მზარდ რეჟიმში სერიოზული წნეხი დასავლეთიდან, ივანიშვილს უბრალოდ არ ექნება სხვა გამოსავალი, გარდა იმისა, რომ დაუთმოს ქართველ ხალხს ის რაც დასათმობიც არ არის, იმიტომ რომ ხალხს ეკუთვნის ეს ქვეყანაც, ხალხს ეკუთვნის პოლიტიკური ძალაუფლებაც და დასათმობიც არაფერი არ არის, ხალხს უნდა მისცენ ის რაც მათ ეკუთვნის. ეს არის სამართლიანი თავისუფალი არჩევნების შანსი. კი, ჩვენ ვხედავთ, რომ ნამდვილად უზარმაზარი ზეწოლის ქვეშაა ქართული ოცნება და ცოტა ხნის წინ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმაც განაცხადა, რომ კონკრეტული ზომები იქნება მიღებული ქართული ოცნების წინააღმდეგ. ამის პარალელურად რამდენიმე დღის წინ პრინციპში ვიხილეთ, ხო? გერმანიის გადაწყვეტილება 200 მილიონი ევროს ღირებულების პროექტი გერმანიამ შეაჩერა საქართველოში მაგნიცკის სიაში ჩასვეს უკვე ვახტანგ გომელაური ხარებას მოადგილე. გაგრძელდება ხო სავარაუდოდ ეს პროცესები და დასავლელი პარტნიორები კიდევ უფრო ხისტ ნაბიჯებს გადადგამენ. დღეს ჩვენ ნახეთ ძალიან არაორაზროვანი განაცხადი ამერიკის შეერთებული შტატების უკვე ტრამპის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკური ესტაბლიშმენტიდან, როდესაც ჯო ვილსონმა პირდაპირ განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილი ეს არის თვით გამოცხადებული მტერი ამერიკის შეერთებული შტატების და როგორ მოექცევა ტრამპის ადმინისტრაცია თვით გამოცხადებულ მტერს ამერიკის, ივანიშვილი დაინახავს მაშინ თუ ის გააგრძელებს ამ არალეგიტიმური რეჟიმის გამყარებას, მათ შორის იმით, რომ არალეგიტიმურად არჩეულ ყაველაშვილს გამოაცხადებენ აქ ამ შენობაში მალულად, როგორც ნაქურდალს რო აფორმებს ვინმე, ესე არალეგიტიმური პრეზიდენტის რაღაცა, არ ვიცი, გამოცხადება მოხდება სასაცილო ცერემონიალში, რომელსაც არც არავინ აპირებს ჩამოსვლას და არც არავინ აპირებს აღიარებას ამ შედეგების. ვილსონის განცხადება არის ძალიან საყურადღებო, იმიტომ რომ ეს ნიშნავს იმას, რომ დღეები რჩება, რომ ივანიშვილს უშუალოდ უკვე დაემუქროს წარმოუდგენელი წნეხი, რაც არის ამერიკის შეერთებული შტატების სანქციები მისი მსგავსი ოლიგარქისთვის და ივანიშვილმა ძალიან კარგად იცის ეს რა დაუჯდება მას და ეს იციან მის გარემოცვაში და სწორედ ამას მივაწერ იმას, რომ ეხლა ვხედავთ, რომ ეს პროპაგანდისტი რუხაძე და სხვები აკეთებენ რაღაც განცხადებებს, რომ ეგება კობახიძე თავი გადაუგდონ ხალხს და ამით დააშოშმინონ ვინმე. არავინ არ ითხოვს არავის თავს. ჩვენ ვითხოვთ თავისუფლებას და ჩვენ ვითხოვთ თავისუფალ არჩევნებს და ამას ითხოვს მათ შორის პირველ რიგში ქართველი ხალხი. ამიტომ არანაირი განმუხტვა ამ კრიზისის არ არსებობს, გარდა ახალი არჩევნებისა
რაც უფრო მეტი დრო გავა, სანამ ივანიშვილი ამას გაიაზრებს, მით უფრო მძიმე დაუჯდება ეს საქართველოს თვითოულ მოქალაქეს, იმიტომ რომ ეკონომიკური შედეგები, რაც ჩვენ გვიდგება, აი თქვენ ახსენეთ გერმანიის მთავრობის მიერ შეჩერებული დახმარება. ვისთვის იყო ეს დახმარება? ხო, ეს დახმარება ათვისებული იქნებოდა და გააუმჯობესებდა ცხოვრებას ბათუმელების. მაგრამ ცხადია, რომ ვერ გააგრძელებს დასავლეთი დაფინანსებას მის მიმართ ტყუილად განწყობილი რეჟიმის, რომელიც თან ფულს იღებდა მათგან მთელი ეს წლები, მერე ცდილობდა ხალხი მოეტყუებინა, რომ თითქოს თვითონ აკეთებს რამეს დასავლეთის ფული და თან კიდე დასავლეთს აგინებს და ლანძღავს და მათ სტრატეგიულ ინტერესებს პირდაპირ ძირს უთხრის ქვეყანაში. ამიტომ დასავლეთისგან იზოლაცია მე ერთი რამე მინდა ესმოდეს ყველას, რომ აზიანებს უკლებლივ ყველა საქართველოს მოქალაქეს. ამიტომ სწრაფად გვჭირდება ახალი არჩევნები, სწრაფად გვჭირდება დაბრუნება ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. მე დარწმუნებული ვარ, რომ არა მხოლოდ აღდგება ის დაფინანსება, რაც შეაჩერეს, არამედ გაიზრდება კიდევაც დაფინანსება. სხვათა შორის ქართული ოცნების რიტორიკაც არის შეცვლილი და შერბილებული. მამუკა მდინარეძეს მაგალითად წამოწდენა ჰქონდა, რომ 20 იანვრის შემდეგაც შესაძლოა შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესოს ქართული ოცნების მაღალჩინოსნებს და ეგრეთ წოდებული ხელისუფლების წარმომადგენლებს. აქამდე ხომ ისინი ამბობდნენ, რომ ტრამპი როგორც კი მოვა ხელისუფლებაში ურთიერთობები გადაიტვირთება თითქოს. ახლა უკვე ალბათ თვითონაც ხვდებიან, ხო, რომ ასე არ იქნება. არა, თვითონ მე მგონი ყველას ხვდებოდნენ ყველაფერს, უბრალოდ იმდენად ნათელი გახადა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საკუთარი განწყობა, რომ ტყუილის, ასე ვთქვათ, და ტყუილი პროპაგანდის გავრცელების რესურსი ამოეწურა უბრალოდ ამ ხელისუფლებას. მათ არაფერი აღარ აქვს სათქმელი ქართველი ხალხისთვის. ისინი დღეს ქართულ ხალხს თავაზობენ სიღატაკის და სიღარიბის წარმოუდგენელ გაზრდას ქვეყანაში. ისინი თავაზობენ იზოლაციას დასავლეთისგან და ჩვენ ნახეთ, რომ დიპასპორტებზე უკვე აუქმებენ უვიზო მიმოსვლას და ეს რასაც ნიშნავს ყველას კარგად გვესმის. ისინი თავაზობენ სიბნელეს და ჩვენ ვხედავთ მათ შორის რა ვითარება არის, რაც შეეხება ადამიანების დაცულობის ხარისხს, როდესაც შეიძლება ნებისმიერ დროს ვიღაცა ნიღბიანები სადღაც შევარდნენ, დაარბიონ ვიღაცა, უკვე ერთმანეთზე არიან გადასული, როგორც ჩანს ერთმანეთის დარბევაზეც და ამ დროს კაცისშვილი აღარ იყოს პატრონი და პოლიცია ფაქტიურად გაუქმებულია ამ ქვეყანაში. ამ ქაოსში, ამ უბედურებაში საქართველო ვერ გააგრძელებს ცხოვრებას, ამიტომ ჩვენ რაც უფრო სწრაფად დავნიშნავთ არჩევნებს, დაუბრუნდება ქვეყანა კონსტიტუციური ცხოვრების ჩარჩოებს, მით უკეთესი არის არა მხოლოდ ქართველი ხალხისთვის, მე მივმართავ მათ შორის რეჟიმის წარმომადგენლებს. თქვენ ხო უნდა გააგრძელოთ ცხოვრება, არ ვიცი, რას აპირებთ ამ ქვეყნიდან, ყველა აპირებთ, რომ გაიქცეთ რუსეთში, როდესაც ხელისუფლება შეიცვლება. რაც უფრო ღრმად შეხვალთ უკანონობაში, მით უფრო ძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება ყველა თქვენდაგანი. მე მაგალითად დღეს გავიგე, რომ ქვეყნიდან წასვლა მოუწია ძალოვანი უწყებებიდან გადამდგარ ოფიციალურ პირს განსაკუთრებული დავალება და ეს არის ის მომავალი, რომელიც თქვენ გელოდებათ, იმიტომ რომ არც აქ ექნება დასადგომი, ოღონდ თქვენ იმან ევროპაში წასვლა შეძლო, იმიტომ რომ დროულად ჩაეხსნა სისტემას და თქვენ არც წასასვლელი არსად არ გექნებათ გარდა რუსეთის და მათი მოკავშირე სახელმწიფოების და ამიტომ დროულად არის საჭირო რეჟიმის ჩამოშლა დაიწყოს, მათ შორის იმით, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა ძალოვან სტრუქტურებში და სხვაგან გააკეთოს განცხადება, რომ ემსახურება საქართველოს, არ ემსახურება რუსეთს და არ მოაწერს ხელს უკანონო არაკონსტიტუციური დავალებების შესრულებას, იმიტომ რომ ეს პროტესტი არ შეჩერდება და ეს ხალხი ყოველდღე რასაც გვეუბნება აქ რუსთაველზე არის ის, რომ იბრძოლებს ბოლომდე და იბრძოლებს იმდენხანს, რამდენიც ეს დასჭირდება მათ სამშობლოს და ჩვენს საყვარელ ქვეყანას. მადლობა დიდი, ჩვენ შეგვიძლია საუბარი გავაგრძელოთ ნაციონალური მოძრაობის წევრთან ირაკლი ფავლენიშვილთან. მე მაინტერესებს რა არის ოპოზიციური პარტიების სამოქმედო გეგმა, იმიტომ რომ ჩვენ ვხედავთ, რომ ეს ხალხი ყოველდღიურად ვინც აპროტესტებს ამ რეჟიმის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, ისინი თვითდინებით გამოდიან ქუჩაში და უდიდესი წნეხის ქვეშ არის ქართული ოცნება, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარედან. კონკრეტულად ოპოზიციური პარტიები დასაპირებენ. ვიცით, რომ პრეზიდენტის თაოსნობით შეიქმნება ორი საბჭო. ერთი საბჭოს შემადგენლობაში იქნებიან პოლიტიკური პარტიები და მეორე საბჭო იქნება დაკომპლექტებული სამოქალაქო საზოგადოების წევრებით. კონკრეტულად რა ფუნქციები ექნება ამ საბჭოებს, რას გააკეთებენ ისინი? მე პირველ რიგში შემიძლია ვთქვა არის ის, რომ რა თქმა უნდა ეს მუხტი
და ეს ხალხი არის თვითორგანიზებული. არანაირი პოლიტიკური პარტიული ორგანიზება ამას არ ჭირდება, იმიტომ რომ როცა ქვეყანას კარგავ, როცა დიქტატურა მყარდება, როდესაც ქვეყანაში წამება, არადომი მოპყრობა ხდება ყოველდღიური ცხოვრების წესი რეჟიმის მხრიდან, როდესაც პრეზიდენტის არჩევიდან დაწყებული ყველა სხვა ფორმალური ნაბიჯით გადადგმული, ყველაფერი უკანონოა ქვეყანაში, რა თქმა უნდა, ერთადერთი გზა არის ეროვნული წინააღმდეგობა. ეროვნულ წინააღმდეგობას, რა თქმა უნდა, ჭირდება რიგითი ჯარისკაცები, რომლებიც არიან პოლიტიკოსების, არასამთავრობო სისტემების ყველანიც, მაგრამ პოლიტიკოსებს გვაქვს გარკვეული პასუხისმგებლობა. კერძოდ ის, რომ დაორგანიზებაში მაინც, რა თქმა უნდა, უფრო მეტად ჩვენ შეგვიძლია ჩავერთოთ ჩვენი კაპიტალიდან გამომდინარე, პოლიტიკური კაპიტალიდან გამომდინარე, ოღონდ დავეხმაროთ ამ ხალხს. გადაწყვეტილებები კი არ მივიღოთ საპროტესტო მოძრაობებთან და ნაბიჯებთან დაკავშირებით. არამედ დავეხმაროთ ამ ხალხს გადაწყვეტილების მიღებაში და ერთსაც ვიტყვი, დღეს ბიზნესმენებმა ძალიან მარტივად და ძალიან კაფიოდ გაიგო დასავლეთის მხრიდან, ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, ბატონი ვილსონის მხრიდან, რომ არც ქართველი ხალხი, როგორც ხედავს რუსთაველის გამზირზე, არაპირობს უკან დახევას, რომ ჩვენ უკან დასახევი არ გვაქვს. ჩვენ იმდენი არ გვიბრძოლია და არ გვიცხოვრია. აგვისტოს ომი არ გამოგვივლია, 9 აპრილია, იმიტომ არ გამოგვივლია, ვარდების რევოლუცია, იმიტომ არ მოგვიხდენია, რომ ეხა ერთ კაცს და ერთი კაცის კრებულს მონათა მივცეთ უფლება, რომ სახელმწიფო წაგვართვან, რომ მომავალი წაგვართვან, ევროპული პერსპექტივა წაგვართვან და სახელმწიფო წაგვართვან. და ასევე წარმოუდგენია ბიძინა ივანიშვილს როგორი პასუხი იქნება ჩვენგანო ეს თქვა და კიდევ ერთხელ გავაგონოთ სამყაროს მხრიდანაც ნათლად ითქვა, რომ ევროპა არის ლისაბონიდან თბილისამდე და არავინ არ დაუშვებს ევროპაში, არავინ არ დაუშვებს დასავლურ სამყაროში პუტინის კიდევ ერთ გამარჯვებას. დიქტატურების და პუტინის გამარჯვებების დრო წარსულს ჩაბარდა. გამარჯვებებით სავსე ქალაქი ეხა არ არის, მაგრამ შემდგომ წელს აუცილებლად იქნება გამარჯვებით და ევროპული პერსპექტივით, წარმატებით და ამ ჯანსაღი, მენტალურად ჯანსაღი და ძლიერი ხალხით სავსე ქალაქი. მადლობა ოპერატორს ხოვრომ გაჩვენეთ კიდევ ერთი მარში შემოვერთ და ამ თავარ საპროტესტო აქციას, რომელიც რუსთაველის გამზირზე იმართება და ჩვენ შეგვიძლია ახლა არმას ახვლედიანს გავესაუბროთ. გვითხრათ თქვენ როგორ ხედავთ, როგორ განვითარდება პროცესები, რას ველოდებით რეჟიმისგან? უნდა ვიყოთ დაძლიერად. ეს ბრძოლა ჩვენია. ეს ბრძოლა დიდხანს გაგრძელდება, მაგრამ რაც ხდება ამდენი დღის განმავლობაში რუსთაველზე და მთელ საქართველოში ადასტურებს, რომ აქ იმაზე გაცილებით დიდი ამბავი ხდება, ვიდრე შეიძლება ერთი შეხედვით ადამიანმა წარმოიდგინოს. კერძოდ ის, რომ სახეზეა მენტალური რევოლუცია, მენტალური ფერიცვალება ჩვენი ერის, რომელმაც გააცნობიერა, რომ ბნელს და ნათელს შორის არამხოლოდ აქ და ახლა, არამედ ყოველ ჯერზე უნდა გავაკეთოთ შეგნებული არჩევანი ნათელის, ანუ ნორმალური სასარგებლოდ. ამაზეა საუბარი. რეჟიმი ამ წნეხს, ჩვენი მოქალაქეების და წნეხს დასავლელი პარტნიორების ვერ გაუძლებს, ის ჩამოიშლება. ახლა ამოცანა ისაა, რომ ჩამოშლის კვალდაკვალ ჩვენ განსაზღვროთ, რომ აღარასდროს არ აღმოჩნდეთ მსგავს წუმპეში. მადლობა დიდი. მოკლედ ასეთ ვითარება ახლა პარლამენტის შენობის წინ რიგით მოქალაქეებთან ერთად ამ აქციას ესწრებიან ასევე პოლიტიკოსებიც და აქ მყოფი ადამიანები აცხადებენ, რომ ისინი იბრძოლებენ ბოლომდე და დაიცავენ ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს.